სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და სრულიად საქართველოს უფალს შეავედრა. ჩვენთან არის ღმერთი. აი ეს სიტყვები წერია ბიბლიაში და მოსვლისთანავე წელს 25 დეკემბერს მე ვგრძნობდი, რომ ჩვენთან არის ღმერთი. მე ვგრძნობდი, ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ამავე დროს მე ვხედავდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ ღმერთთან და ღმერთი იყო ჩვენთან. ამიტომ არადროს აი ამ 37 წლის მანძილზე არადროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში. მუდამ იმედი, იმიტომ რომ მე ვხედავდი ღვთის წყალობას, მე ვხედავდი იმ მადლს, რომელიც მოეფინა და რომელიც ეფინება საქართველოს. ბიბლიაში წერია, რომ ვინც უყვარს ღმერთს, იმას უგზავნის განსაცდელს. წმინდა მამები, როცა ცხოვრობდნენ უდაბნოში და როცა განსაცდელში არ იყვნენ, სუხდნენ, რომ ღმერთმა დაგვივიწყაო. აი ეს გრძნობა, რომ ღმერთმა არ დაგვივიწყა და არადროს არ დაგვივიწყებს. იმიტომ რომ ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია აი ამ მოწყალე და მოსიყვარულე გულით. როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ღმერთი არის სიყვარული და ეს მადლი, ეს ჯილდო სიყვარულისა გვიბოძა ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. აი ეს სიყვარული და ძალა ღვთისა მუდამ იფარავდა და მუდამ დაიფარავს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველოს. რა თქმა უნდა,
ეს 37 წელი ეს მართლა იყო მზიანი ღამე. ღამე იყო, მაგრამ მზე სხედავდით. იმედს სხედავდით. და ჩვენ მადლობთ უფალს აი ამ იმედისათვის. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მუდამ ვიფარავდა ჩვენ და მუდამ დაგვიფარავს ჩვენ. ჩვენ შევთხოვთ უფალს მადლი ღვთისა და სიყვარული და სიხარული მოეფინოს საქართველოს მეოხებით და ყოვლა წმინდის ღვთისმშობლისა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება და სრულიად საქართველო. ამინ. მღვდელმთავრების სახელით მისალოცის სიტყვა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა წაიკითხა. მღვდელმთავარმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ღვაწლი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სარწმუნოების განმტკიცება და ეკლესია მონასტრების აღმშენებლობა სწორედ კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობას უკავშირდება. ამ საზეიმო ჟამს თითეული ჩვენგანი იხსენებს წარსულს და განვლილ პერიოდს და ჩვენი ცხოვრების მძაფრ ეპიზოდებს. როგორც კარგს, ასევე გულსატკენს უკავშირებს ერთ დიდ პერიოდს, არ შევცდებით თუ ვიტყვი ეპოქას, რომელსაც ქვია თქვენი პატრიარქობის ეპოქა. მზიანი ღამე, როგორც თქვენ მას უწოდებთ. ჩვენ ამ ღამეში დიდმაც და პატარამაც ვიარეთ და თქვენი კურთხევით წყემსმა კეთილმა უფლის სავენახის ჭეშმარიტმა მუშაკმა მზიან ნათელში მოგვიყვანა. თქვენ წინ გაიარა მრავალმა სულმა, მათ შორის თითეული ჩვენთაგანის. და თქვენმა სიყვარულმა, თქვენი მშობლების ოჯახში დანერგილმა სათნოებებმა, რითაც თქვენ იკვებებოდით. თქვენმა მამობრივმა სიყვარულმა გამოგვატარა და ერთად შეგვყრიგა, ვით ვენახი ნაყოფის მომცემი, ზოგი 10-ით, ზოგი 30-ით, ზოგი 100-ით. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში თქვენს სულს ხასიათს 1933 წლიდან 1950 წლამდე საქართველოს ისტორიის გმირ მეფეთა და წმინდანთა ცხოვრება თხრობანი ასაზრდოებდა, რაც პატარა ყმაწვილის გულს სიხარულით ავსებდა და მშობელი კუთხის მონატრებას აძლიერებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იყო სიმბოლურ მისტიური, თუ შეიძლება ასე ითქვას, თერგდალეულთა ძნელი ისტორიული გზა. ძნელი, რადგან ბევრი წასულად უკან არ მობრუნებულა და თუ დაბრუნდა სხვაგვარი ჭკუით. საამქვეყნო ძგერა გულისა არ არის მხოლოდ სამშობლოს დუხჭირი ისტორიის ხილვით გამოწვეული ჭმუნმა წუხილი. ჭირის უფლობა სამშობლოს ტკივილისა არის დაცემის მიზეზის ძიება და ამ მდგომარეობიდან გამოსავალის ძებნა. ოჯახის სითბოში ლოცვით გამოსდილი სული რუსეთის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს იღებს გადაწყვეტილებას. ცხოვრება მიუძღვნას ღმერთს და მონაზვნად აღიკვეცოს. 1957 წლის 16 აპრილს პირველი დიდი გაბედული ნაბუჯი გადადგმულია. გამოწვევა ამ ძალთა მიმართ უთანასწორო ბრძოლაში შესვლა, რომლებიც აშკარად უფარულად დღევანდლამდე იბრძვიან. მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით მეუფე ზინორმა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ირაკლი შიოლაშვილი მონაზვნად აღკვეცა და უწოდა სახელი ილია. მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს კანდელიდან ხატზე მთხოვისას მონაზონ ილიას ზეთი გადაესხა. შემდეგ 1959 წლის 10 მაისი ალექსი პირველმა მღვდელმონაზვნად აკურთხა იეროდიაკონ ილიამ სამშობლოსა და დედა ეკლესიის ჭირვარამის სამკურნალოდ. რუსეთიდან თქვენ წერთ პატრიარქ მელქისედეკ მესამეს წერილს, სადაც სამწუხარო სინამდვილეს აღწერთ და თქვენეულ გეგმა პროგრამას თავაზობთ. ამონაწერი თქვენი წერილიდან. თქვენო უწმინდესობა გვაკურთხეთ. აქ ჩვენს წრეში ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება.
რადგან მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ მღვდელმთავრების გარეშეა და არც არსებობს სათანადო კანდიდატი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას არა აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დანიშნული ახლად ნაკურთხი ქართველი მღვდელმთავარი. საქართველოს СССР ხელისუფალთ არსებული წესის დაცვით მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი. საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი პირველ რიგში სემინარია, არა კურსების გახსნა, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთისმსახურების უფლების აღდგენა განახლების შესახებ. ქართველი ერის სიამაყე, სიწმინდე და დიდება სვეტიცხოველი არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ უცხოელთა ყურადღებასაც იმსახურებს. და ამის გამო მის წმინდა მიდამოებში თქვენი ლოცვა-კურთხევით საეკლესიო მუზეუმ წიგნსაცავის გახსნა ყოველმხრივ გამართლებული იქნება. ციტატის დასასრული. უკვე უცხოობაში მყოფს ქვეყნის სიძლიერე, სიმტკიცე, მცხეთა-სვეტიცხოველი გიჩანთ გასაჭირიდან გამოსავლად. რადგან თუ დავივიწყებთ საიდან მოდივარ და რანი ვართ, აღარ გვექნება უნარი თვითყოფადი თანასწორი თანაარსებობისა. განათლება და მხოლოდ ცოდნაზე დამყარებული აზრი ერის ქვეყნის დახმარებისა, გამოფხიზლებისა გახდა სამოქმედო წესდება თქვენი შრომისა და მოღვაწეობისა. ახალი ათინა და ახალი იერუსალიმი გახდა გამარჯვების სიმბოლო ბაირაღი, კავშირი წარსულ დიდ ისტორიასთან და ახალ მომავალ საქართველოსთან. საძირკვლად დადებული ეს ქვა სხვადასხვანარჩენი ზედნაშენი საწინდარია. სემინარია, აკადემია, საეპარქიო სკოლები, მოხუცებულთა სახლები, ბაჟთა სახლები, ბეჭდა, გამომცემლობა, მშენებლობა, არქიტექტურა, ხატწერა, ქვაზეთლა, გალობა, საეკლესიო კედლის მხატვრობა, ქარგვა და სხვა მრავალი, რისი მხოლოდ ჩამოთვლაც კი შორს აგვიყვანს. ძნელბედობისას ბრძნული სიტყვა, შვიდგზის ლოცვა, თავდამდაბლობით დადებული მოთმინების მაგალითი, უცხოეთთან ურთიერთობა, საეკლესიო სივრცე ოჯახში ძმური, სამართლიანი მოზომილი სიტყვა და საქმე და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენთვის ძვირფასია თქვენგან სოვნა მრავალი წმინდა ადგილებისა. გონების თვალით სინას თავს იყოფებით ყოველთვის. მაღალი დასაჯდომელი სინას წესითა და ტრადიციით გაწყობილი დიდ სამებაში. ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს სინას უდამნო, დამერწმუნება პატრიარქისთვის კიბეზე ფეხშიშველა ასვლა მხურვალე მზეში, გახურებულ ქვის საფეხურებზე, მოსეს მწვერვალზე წმინდა სამების ტაძარში, ეს მწირობაა და საფრთხო ერისთვის, ქვეყნისთვის, უფლისთვის მდაბლად მირთმეული ძღვენი. ძღვენი სიტყვიერი კი სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს მადლობის გრძნობით, შრომაში და ბრძოლაში დამაშვრალის ღაღადია სამადლობელი, ყველაფრისათვის შეწევნისათვის. ო ღმერთო ერთო, სამებაო, წმინდაო, ერთარსო და განუყოფელო, დიდება და მადლობა შენდა. ღვთიკურთხეულო, მამულო ჩვენო, უდავნოსაშინა აღმომორჩებულო ყვავილო, უჭკნობელო, ტაძარო სამებისაო, კლიტეო დავითისაო, მახვილო მესიისაო, ადიდე ღმერთი და იხარე მარად. და ბოლოს, ჩვენთვის ყველასთვის გასახარად, ამ 91 წლიანი სწავლის, შრომისა და ბრძოლის, გულის გერის, ძნელად სავალი გზის, კიდევ ერთი და გონებ აღმატებული ბრწყინვალე მოვლენა. კავშირი დროსა და სივრცეში, მაგალითი წინაპართა და მით უფრო კათოლიკოს პატრიარქთა სიტყვა ანდერძის დაცვის და ასრულების დიდაქტიკური ნიმუში, სმენელთათვის და შემსწრეთათვის, სიწმინდისა წყარო და გახსენება ჩვენი ღირსების, მცხეთა წმინდა დედაქალაქის დაბრუნებული სტატუსი, უმართებულო წართმეული ღვთივ ჩენილი გვირგვინი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ბრძნული გულისხმისყოფა და ბრძოლა სულიერი დედაქალაქის დაცვისათვის და თქვენს მიერ კვლავ გაცოცხლებული მცხეთა წმინდა დედაქალაქი. რა გვეთქმის? მხოლოდ ერთი. დიდება და მადლობა ყოვლადწმინდა სამებას თქვენი მწყემსთავრობისათვის. ნაყოფი ნაშრომთა სჭამოი შენ, მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ამინ. იყავნ მრავალჟამიერ თქვენს მწყემსთავრობას.
სადღესასწაულო წირვას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლის მოღვაწეობაზე ისაუბრა. თქვენო უწმინდესობავ, მე მინდა მთელი გულითა და სულით და დიდი სიყვარულით მოგილოცოთ თქვენი აღსაყდრებიდან 37 წელი. ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძვირფასი. ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში გამოიარა ურთულესი განსაცდელები. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით იმედთან, ნუგეშთან, ქართველი ერის, ჩვენი ხალხის და თქვენ ყოველთვის იდექით გახართ და იქნებით ქართველი ერის გვერდით, განსაცდელის ჟამს და ლხინის ჟამს. ჩვენ ვართ მართლაც ბედნიერი, ძვირფასებო, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ღირსეული ერის სულიერი წინამძღვარი, როგორიც არის ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს რიგითი მოქალაქეები უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ულოცავდნენ. დღევანდელი დღე უნდა მიულოცოთ მთელ საქართველოს. რამე თუ 37 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან, ეს არის 37 საუკუნის ტოლი, რამე თუ საქართველო გადარჩა. იმედი და სასოება ნუ მოუშალოს ქართველ ერს და დღევანდელი დღე დალოცოს უფალმა, რომ მომავალი კვლავ და კვლავ უფრო გააძლიეროს და გაამკლიანოს. როგორც იტყოდა და იტყვის უწმინდესი, ერთობილი საქართველოს გამარჯვება გვეზაიმოს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც უდიდესი სიწმინდე უფლის კვართი განისვენებს, საუკუნეების მანძილზე სრულდებოდა საქართველოს პატრიარქების, ეპისკოპოსებისა და მეფეების კურთხევა. 1977 წლის 25 დეკემბერს სწორედ აქ შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია. ეს იყო დღე, რომელიც მთელმა საქართველომ აღიქვა როგორც ახალი სიცოცხლის, რაღაც კეთილი მომავლის დასაწყისი და ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ქართველ ერს, რომ რაღაც ძალიან დიდი ცვლილებები მოხდებოდა. აი საოცარი მოლოდინები იყო საქართველოს მაშინ პირველი რაც თავარი აკლდეს იყო დამოუკიდებლობა, რომელსაც ოცნებობდა და მაშინ თითქმის აი იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ეს აი პატრიარქთან იყო დაკავშირებული დამოუკიდებლობაც, ეროვნული სულიერი სიჯანსაღის აღდგენა, ყველაფერი კარგი იყო დაკავშირებული. მას შემდეგ 37 წელი გავიდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის საზრონავს დღემდე როგორც ყოველთვის სარწმუნოების განმტკიცება და ერის გამთლიანება წარმოადგენს. მთელი ამ ხნის მანძილზე კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა. 1988 წელს საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა და დაარსდა სასულიერო აკადემია სემინარია. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით საუკუნეების შემდეგ კვლავ აღდგა და ფუნქციონირება განაგრძეს გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიებმა. 1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის დაუღალავი მოღვაწეობით მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის აღდგენა ოფიციალურად ცნო. ამავე წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლად უწმინდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელები. მაშინ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ამ დღეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება უწოდა. დღეს ასეთი დევნილი ეკლესია, რომელმაც მე-20 საუკუნეში ასეთი ძალაუფლება გამოიარა, დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის გამოირჩევა საოცარი ზრდით, რევლის საოცარი სარწმუნოებით, გზნებარებით და ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ეკლესია და ეს არის ყველაფერი რასაკვირველია ღვთის მოწყალება, მაგრამ ეს მოწყალება ჩვენ მივიღეთ უფლისაგან
მისი უწმინდესობის ხელით, მისი უწმინდესობის საშუალებით, რაც საჭიროებდა წარმოუდგენლად მტკიცე სარწმუნოებას, წარმოუდგენლად უსაზღვრო სიყვარულს და თავგანწირვას. და აი 37 წელია ჩვენ ამის მაგალითს ხედავთ და რაც დრო გადის ეს კიდევ უფრო მატულობს და ხანდახან მოგეჩვენება რომ უწმინდესი დაიღალა, მაგრამ ბოლოს წუნდებით რომ ის ყველაზე უფრო ძლიერია, ყველაზე უფრო გამძლეა და ყველაზე უფრო მეტ სიყვარულს ატარებს და ამით ვამდიდრებს, განაახლებს ქართველ ერს, ის შეიძლება ითქვას გვაძლევს თავის სიცოცხლეს და სანაცვლოდ იღებს ჩვენს უძლურებას, მაგრამ შემდეგ ის განახლდება სულიერად, აღდგება ღვთისმადლით და ისევ გვიბრუნებს ამ სიცოცხლეს. აი ესეთია დღევანდელი დღის მნიშვნელობა და ბედნიერია საქართველო ამ წყალობისათვის, მადლობთ ღმერთს ამ წყალობისათვის და უწმინდესის მოვლენებისათვის და მადლობთ უწმინდეს, რომ მან აი ეს დიდი ჯვარი, უმძიმესი ჯვარი ფერისცვალებისა, საქართველოს ეკლესიის და ერის ფერისცვალებისა, აი ესე საოცრად მიაქვს და ყოველდღიურად აღასრულებს აი ამ მისიას. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემა. შეიქმნა საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრი, დაარსდა სხვადასხვა სასულიერო თემაზე მომუშავე სამეცნიერო დაწესებულებები. 37 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი, აშენდა არაერთი ახალი ტაძარი, მოხდა ახლად შერეცხილი წმინდანების კანონიზაცია, აიგო ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. საქართველოს ეკლესიის საჯეთმყრობელი სითბოსა და სიყვარულს ყველას თანაბრად უნაწილებს. ამის ნათელი მაგალითია საუკუნეების მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი და უცხოეთში მცხოვრები ქართველობა, რომელთანაც კათოლიკოს პატრიარქს აქტიური ურთიერთობა აქვს. როგორც ჩვენში ამბობენ, ბედნიერია ერი, რომელსაც უფალმა ასეთი სულიერი მამა მოუვლინა შემწედ და მფარველად. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით, უდიდესი სიყვარულით, მოკრძალებითა და პატივისცემით ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრებიდან 37 წლის თავს და ვუსურვებთ დღეგრძელობას.